ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში პროექტ გიგანტური წიგნების მეორე ტომის წარდგენა გაიმართა. პროექტის ფარგლებში გაზეთ ივერიის 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს ივერიის ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ნომრების მეორე კრებულია. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პროფესორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გრძელდება გიგანტური წიგნების პროექტი, რომლის ინიციატივაც წამოვიდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან და რომელიც ხორციელდება ფონდი ქართულს მხარდაჭერით. ეს არის ილია ჭავჭავაძის ივერიის 1887 წლის ყველა გამოცემა. ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიის რეკონსტრუქციისთვის. ეს რაღაც ერთგვარად ისტორიის ხელახალი დაბადებაც კი არის. შეზღუდული რაოდენობით იბეჭდება ეს ეგზემპლარები და საჩუქრად დაეგზავნება მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და ასევე ბიბლიოთეკებს. გამოიცა გაზეთ ივერიის 1887 წლის სრული კრებული, ჩვენ ვაგრძელებთ ამის გაგრძელებას. ალბათ აპრილში დაიბეჭდება მესამე ნაწილი. ჩვენი მიზანია ერთი მხრივ გაზეთების, ასე ვთქვათ, გაწმენდა, დიგიტალიზაცია და შემდეგ მისი ხელახალი დაბეჭდა, მეორე კიდევ მისი რეგიონებში დარიგება და გავრცელება. ძალიან საინტერესო კრებულის წარდგენას დაგესწარი დღეს, ეს უკვე მეორე კრებულია. მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საქმეა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა ბევრი ყავს ჩვენ ადამიანი, რომელიც მივა ბიბლიოთეკაში და ცალ-ცალკე ნომრების თვალიერებას ამ კითხვას დაიწყებს ივერიისას. სულ უფრო ნაკლები და ნაკლებია ასეთი ხალხი. ჩვენ ახლა გვეძლება საშუალება შარშანდელი 86 წლის, 1886 წლის, ახლა 1887 წლის მთელი კრებული ამხელა ფორმატით გამოიცა, რაც არის ჯერ ერთი უპირველესი საქმე ქართული ჟურნალისტიკის და მისი ისტორიით დაინტერესებული ხალხისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვინც მუშაობენ ჟურნალისტიკის ისტორიაში, ან იმუშავებენ მომავალში, ან ქართული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის თვალსაზრისით, ან თუნდაც ქართული ყოფითი საკითხების შესწავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა ხომ ყველა გაზეთში და მით უმეტეს ივერიაში, რომელიც დიდი ილიას რედაქტორობით გამოდიოდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საქმეა და მხოლოდ მივესალმოთ შეიძლება, არა მარტო მივესალმოთ, არამედ მომავლისთვისაც უსურვოთ დანარჩენი სხვა ნომრების ასევე გამოცემა, როგორც ეხლა გამოიცა. და რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ის და ალბათ ბუნებრივი, რომ წარდგინება ამ მეორე ტომისა შედგა აქ იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე და სადაც იყო ივერიის რედაქცია. შეგახსენებთ, რომ პროექტი გიგანტური წიგნები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნოდარ დუგლაძის ინიციატივით 2025 წელს დაიწყო. პროექტი მე-19 საუკუნეების ქართული პერიოდიკის ხელახლა გამოცემას გულისხმობს. ორგანიზატორთა განმარტებით გათვალისწინებულია როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისე სხვა დაწესებულებებში დაცული ეგზემპლარების გაციფრება და ორიგინალის ფორმითა და ზომით დაბეჭდვა. ინიციატივა მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.